მოვიდა კარტოფილის მაგნატი. ეხლა არ დაიწყო დილიდან რა, არ დაიწყო დილიდან. ეს რა მიქნა ირაკლიმ რა მიქნა. საწავიღო ეხლა ბელაშაუის 40 ტონა კარტოფილი. რა არის იცი ხო? 1-3 კილოს მე ავიღებ და რაღა დარჩენა. შენ მომისმინეს ჩემი ტელეფონი ხო არ გინახავს მობილური? შენ ტელეფონი? ხო. კი აქ არის მე მგონი აი კარადაში. ნახე. კარადაში რა უნდა კაცო? არ ვიცი მანდი იყო და. რა არის? რა არის? აი ბოლოს მიცალი. რა ხარ შენ კარგად გეუბნები მე და კარგი იყო რა ვიცი ალო ირა ხო ირა ვახო ვარ ჰა ხო კარტოფილა ვახო ვარ ხო ეს რა გამიკეთე ირაკლი ეს რა საწავიღო ეხლა მე 40 ტონა კარტოფილი სად გავასაყო რა ჰა თამარს მოტეხილობაზე დავადო მოურჩება არა? რა შეიძლება ბევრი დავადო, ხო? ხო, ერთი 10 ტონა ეყოფა ირაკლი, 10 ტონა. თუ ამხელა კაცი ხარ, კარგი. არა, ხელა კაცია მაიმუნობს რაღაცას. ვახო, რა არის იცი? იცი რა უნდა უყო მაგ კარტოფილს? აბა რა უნდა ხნა და ჩაყარე ეგ შენი 40 ტონა კარტოფილში შენ რო იყიდე იმ საწნახელში ხო დადექი ზებიდან დაწურე და გექნება 40 ტონა კრახმალი ტანენიანი კრახმალი გექნება რა შენ რაღაც ძალიან ენერგიული ხარ ხო იცი დღეს ხო ისე წუხელხელი შემიწყვეს ქეთევარმა და ბავშვმა და 40 წუთი მეძინა ამდენი გზინებია რა აი რა რომ დამждარ ხარ აქ მომეხმარე საწავიღო სად გავასაყო ეს ამდენი კარტოფილი აი მე ვახო რა ყველაფერი მე როგორ უნდა მოვიფიქრო მითხარი რა დაბნეული კაცი ხარ რა გეტყვი რა უნდა მოდი მიდი აბა ცოტა სიახლე უნდა შესთავაზო მყიდველს რა ქენიცი აბა გაყიდე პირდაპირ გათლილი გაყიდე ან კიდე გამოძახება გააკეთე და პირდაპირ შემწვარი გამოიძახები შემწვარს მიუტან ოღონ ტაფით ხო ტაფით ოღონ ცხელი იქნება ის ტაფა და რაღაცა მოკიდე რომ არ დაგეწვას ხელი 40 ტონა კარტოფილს ესე დარება ხო მორჩია მაიმუნობას არა მომისმენ ახლა გუშინ დამირეკა ერთმა კლიენტმა ხო და რაღაც დაინტერესებულია რა საქმით კარტოფილით იქნება დაინტერესებული ხო ახლა აბა ხო და წაუნყევი დღეს შევხვდეთ იმ ადამიანს დავждეთ დავილაპარაკოთ რაღაც და ისგნებ შევთანხმდეთ რა რაღაც ნახევარი მაინც აიღოს ნუ ახლა თუ ნახევარია რაღაც ნაწილი მაინც ვახო კი შევხვდეთ არ არის პრობლემა ვახო მე რაღაცა იდეა მაქვს გეტყვი ამას მიდი აბა თუ არ მოგეწონა ხო მე კი ბატონო წამოყვები მიდი ესე იგი შენ გაქვს 40 ტონა კარტოფილი ხო რა ქენი იცი ვახო მოიტანე ეს 40 ტონა კარტოფილი და დაცალე ეზოში ჩვენთან და გაშალე ეზოში გაშალე შუაში ჩადექი და თავში შემოირტყი ხელი ეს ეხა მომყვები თუ არ მომყვები ვერ გავიგე. ვა თუ მომყვები წავიდეთ ეხა. ვა, ჩემი ბიჭი. აქ რა უნდა ერთი ძალიან მაინტერესებს. რა ვიცი, აქ მე რო გამოვედი. ესე მოდიხარ შენ? წამოვალ პირდაპირ რა. აი ეს რა. მიდი რა. დაინაცვალოს ბოლომდე შეჭამა, შეხედეთ რა ბიჭებო, შეხედეთ. ბოლომდე შეჭამა, აბა და დაიძინა. ლაშა,
უი, ვახო. კარტოფილი ამოსატანი და ჩაი ბენ ამოიტანა. მივდივარ. ლაშა. მომისმინე ახლა ხუმრობის რო არ არის. დღეს კლინიკაში უნდა მივიდე. ეხოსკოპია მიწევს ხო და ხო წამომყვები. ქეთევან, მე მივყვები ვახოს იმ კარტოფილის ამბებზე და თამარი გამოყვება. თამარი როგორ გამომყვება? კარგი ახლა ლაშა რა მოგივიდა რა. აუი, ხო სულ დამავეწმა თამარმა ხო ფეხი მოიტეხა როგორც გამომრჩა. ლაშა. კარგი ქეთევან. რა მინთან მაგ დასარეკი? ამდენი ხანი არ დამირეკე რა. რატო, რა გინდა? როგორ რატო? მოვიკითხო ძროხა. ბალახი გავუგზავნო. ამ ხელაპატები ვცა ადამიანმა რა პირუთხმა. კარგი ახლა. რა ახლა მე მარტო უნდა წავიდე. არა, მოიცა ქეთევან, მოიცა. მარტო კი არ უნდა წახვიდე, შენ მიდი აქ იმთან. მე და ლაშას პატარა საქმე გვაქვს რაღაცა. იმ საქმეს მოვაგვარებ და კლინიკაში შეგხვდებით. აჰა, ნახე ქეთევან. აი შეხედე. 40 ტონა კარტოფილი კი შეტენეს, მაგრამ ჭკუა უჭრის მაინც. კარგი ახლა, კარგი სულ ხუმრობ. ადე წავიდეთ. ქეთევან ისე მართლა ამაზე გამახსენდა. ბავშვს ვის უტოვებ? ბავშვს? თამართან შევიყვან და თამარის გვერდით წამოვაწვენ, თამარი რაღაცებს მოუყვება, რაღაცებს ასწავლის. ჩვენც მალე მოვალთ, ეხლა რა პრობლემაა? კარგი, მაშინ მე შევალ მიშიკოსთან და ვეტყვი რომ თუ დეიდამ გააბრაზა, ფეხში ჩაარტყას კარგი. კარგი, ეხლა რეებს ასწავლი ბავშვს. კარგი, შენ სადაც? მაიმუნი ხარ, მაიმუნი. დიდი მაიმუნი თან, დიდი. დაარტყი. აშე. მაიმუნი ვარ, მაიმუნი. დიდი მაიმუნი. კარგი. აი მესე. ადე ხოლმე. ბოზღო. კარგი რა, მაიკორა, კარგი რა. ამ სიმაღლეზე რა მაკიდინათ ეს საკი და მე-16 სართული რა უბედურება. თან ლიფტიც არ მუშაობს. მოვკვდი უკვე. ერთხელ ამოვედი, ამოვედი და ასე ამოვარდა გული 2 კილო დავიკელი უკვე რა. ლიფტი თუ არ გააკეთეს, ესე იგი 1 თვეში 5 კილო გავხდები საერთოდ. რაღაც იმისია. აი განებუზგო. მოვკვდი. მე ვარ დათოსული და ეს სხეულმა გამომატანა გამომართა. კარგი, დაჯექი, დაისვენი. რა უბედურება რა. ბოზღო. ძველი პური იყიდე? ახალი იყო რომ ვიყიდე. გზაში დაბრუნდა. მე-7 სართულზე უნდა გავიცნო მე ვიღაცა მეზობელი რომელიღაცა და შევახომე დავისვენები, შევჭამ, გამოვიძინებ, კარგად რომ დავისვენებ, მე განვაგრძობ გზას და ამოვახომე რა. არ გინდა. ჰაერი მიდა ჯერ. პანჯერაღია და იქ დათეკი. არ მიდა. რა იყო, სიმაღლის ხომ არ გეშინია? სიმაღლის სათულმა მეშინოდეს ეხლა და არა მე 15 სათული მე დიგარა სიმაღლე დაგლივა უბრალოდ და მე ვდიები თორე ხა ის უნდა მეშინოდეს მიწის უნდა სულ იყო და რო აზამძარებდი საკეთი კითხებს მამა ის არა არ შემეშინდება ქარი რომ არის ხოლმე სახლი მაშინაც ირხევა იცი მაგრამ ჰა გააჩნია ქარს გააჩნია სხვათა შორის თურმე ხევა იმაზე მოქმედებს ვისაც ხვეული თმა აქვს მართლა მეუნდები? ვოზღუნ, კარგი რა. მაწყვი, ხო? კარგი. სხვათა შორის სამსახურში არ დაგაგვიანძას. ჩამილაგი მე რაც გითხაში ყველაფერი წელი. კი, საშლელი, ფანქრები, ესა ფანქრები, ფურცლები, იმ უცნობი მხატვრის ნახატების ჩავდე, ბავშვებს რომ ნახო რომ ვითომ შედახატე და აი საქმე გაიკეთე. რატო ეხა ვითომ რა არის? რა არის ეს საგამიკეთე რა ფიქრობ რა შემოხედე სათვალე უფრო ნიჭიერს და სოლიდურს გაჩა კარგი რა მართლა მომდები ძალიან სიმპათიური მართლა მიხდი რა
შეჩალგი შენ სამსახურის ამბები რაღაცები არ მითხარ სამსახურში მივდივარ და ცოტას ნერვიულობ ახალი მინისტრის მოადგილე მოდის ხო და არ დაუწყო ეხა გამარჯობა ნახვა დის პირდაპირ უთხარი ხელფასი მომიმა ტე დამაწინაუ რე გაიგე ბუზღო როგორ გიხდება მართლა მიხდება წავედი მე ხო და სამსახურიდან წამოხვალ კარტოფილი ხახვი ზეთი ვაშლი და სამცხალი წამოიღო არ მოვალ მე დღეს გეხუმრები სულელო მაშინ ეს გეხუმრე თუ მეხუმრები მაშინ მართლა წამოიღე კაი თუ გამახსენდა წამოიღე სათვალე არ მოიხსნა კაი მოიხსნა ძალიან გთხრა ვერაფერს ვერ ვხედა რა მივარდი ეხა თავი ენდრს იქ რომ გონი აქ არის თუნმე რა მაგრამ იქ გაიკეთე ხო გავიკეთებ ხო რა ესე კარგად მოი გამარჯობა ქალბატონო გამარჯობა მე ეკოსკოპიაზე მოვედი დიახ დაბრძანდით დაელოდეთ იცით მე ფეხმძიმედ ვარ აქ ყველა ფეხმძიმედ არის მე სახლში პატარა ბავშვი მყავს დატოვებული ყველას ყავს ჩემ დას ფეხი აქვს მოტეხილი ბიძა ჩემს ცალი-თვალი არ აქვს მეორე ბიძამ ხბოდა კარგა მოგიყვეთ ეხლა ყველა ჩემი პრობლემა კარგით დაბრძანდით და დაგიძახებთ აუცილებლად ღლონტი ბატონო ვიპოვე ღლონტი თქვენ ბრძანდებით ხომ მოემზადეთ მალე ბლოგში გადაგიყვანთ ვაიმე გამარჯობა ვაიმე რაღაცა ამ ქალბატონ მომესმა რაღაც ვაიმე რა გვარის ბრძანდებით ღლონტი დიდებული გვარი იცით მეც ღლონტი გახლავთ და რა მაინტერესებს თქვენ სადაური ღლონტი ბრძანდებით თბილისელი და თქვენ მე ვაკელი ხო პირველი შვილია დიახ რა კარგია მე მეორე ხო მეორე და პირველი რა ხნისაა 7 თვის ერთი წუთით ტელეფონი მირეკავს და თქვენ მანამდე გადათვალეთ. ალო. ხო თამრი? ხო აქ ვარ, ხო ველოდები, ხო? ხო შენაშვები როგორ ხარ? ხო ბავშვი რა შვება? შეჭამა? ხო კარგად არის. რაო რა თქვა? რაო? იუზა რა ის? რა იუზა? კარგი ახლა მოიცა აქედან ვერ გელაპარაკები. კარგი მოვალ სახლში და მე. ხო კარგი. ბოლომდე შეჭამოს. ხო კარგი აკოცე, ჩემგან აკოცე, კარგი. ქალბატონო, თქვენ შეგიძლიათ შევბრძანდეთ ეხოსკოპიაზე. შემიძლია? საით შევიდე ქალბატონო? აბა საით აქეთ? კი ბატონო, ეხლა. ხო. ბგაც რაღაც. თქვენ კი ბლოგში ბრძანდით? წარმატებები. ექიმი ეხლა მოვა. აი, სულ პირდაპირ. ეხლავე დაურეკო. ალო. დიახ ბატონო დავით. გელოდებიან, დიახ. მეორე ბლოგში გეგმიური საკეისრო კვეთა. გელოდებით. უკაცრავად. ჩემი მეუღლე უნდა იყოს აქ. გვარი მითხარით? ღლონტი. ეს ესაა ბლოგში შევიყვანეთ. მალე იმშობიარებს. წარმოგებ ჩემი ბატონო. სად არის ბლოკი? ბლოგში არ შეიძლება. ქეთევანი სად არის? ქეთევანთანაც არ შეიძლება. შამპანიური სად იყიდება აქ ახლოს? არ ვიცი. ვაიმე.
ფუცარი მოგიგენია, ჩემი პატარა რა მაგარია. ორი პატარა, ორი სიხარული. ორი პამპერსი, ორი გადაყენება, ორი გაღვიძება. მე შენ ადგილას კარგად გამოვიძინებდი ლაშა წინასწარ. მაგრამ ეხა წავიდეთ და მაგრა ვიქეიფოთ. ერთი კაი ადგილი ვიცი აქვე ახლოს. შეგვატანიდებენ კარტოფილს იქვა ხო? წავიდეთ. ვახო, ისეთი დრო უნდა ვატარო, ისეთი დრო, რომ აი ქალაქი უნდა შევაწუხო ვახო. შევაწუხოთ, მოდი. ხო, ასე ხო? ქალბატონო, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. დიახ. ხომ მეტყვით, კარტოფილი რა საკიდან ეჭმება ბავშვს? არ ვიცი ბატონო. გამარჯობათ. როგორც ხედავთ დღეს ყველანი ხართ მოსული. ეს ძალიან კარგია. ახალ სახეებსაც ხედავ. შენ ახალ ეს კაცო. სიწყარი იყოს ეხლა აქ აუდიტორიაში, თორე არ ვიცი რაც მობზანდით. უკაცრავად, შეიძლება პატივცემულო. იგი. შემოდით. ოღონდ ეს იყოს საბოლოო დაგვიანება შენ თორე საერთოდ აღარ დაგიშვებ ქალბატონო ის. ნუ ციკო. რა იყო? რა. მიდი დაჯერე. დავჯდე ხო? ო. ეხლა ყურადღებით იყავით, ამოვიკითხავ სიას. ბიბილური. ვარ. ბიბილური. ვარ. სადა ხარ შენ სიმღერის გაკეთებაზე ხარ? ბიბილური. ვარ. ეს. გოჩ. გელვან. ვარ ბატონო დავით. დაბდებით. პატივცემულო, ჯიბო მოგიკითხათ. შესაძლოა ეს ჯიბო. ვიცნობ, მამა ჩემის მძღოლია. კაი. მამა შენის მძღოლი? დიახ. მამა ახლა ხანს დანიშნეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ და ჯიბოთ მძღოლად დაიყვანა. შემშობელი მომიყვანები ვიბარებ მე რაღაც საქმეები მაქვს. ეს ხო. უღორე. სტაჟაძე ვარ. თქვენი დავალება შევასრულეთ დეკანს ალიანეშინია პეპლების. ჯიგარი ხარ ზაჟაძე. ხო. სტაჟაძე. კვერნაძე. კვერნაძე არ არის. კვერნაძე მეთქი. კვერნაძე არ არის. ოჩ. დაკეს კვერნაძე არ არის? სად არის? საბე. საბერძნეთში. დასაკეთებს? მოხუც ხატავს. სიწყარე იყოს? ფაგავა. ბატონო დავით, ნუ ციკო დამიძახეთ. ისე დაჯექი შენ, დაჯექი. ქორიძე? არ არის. კიდე არ არის, ხო? არც ერთ ჩემ ლექციას არ დასწრები. ესე იგი მე სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ აღარ უშვებ ჩემ ლექციებზე. ეს არ არის? ესე ხო? აი, ხო, ძალიან კარგი იყო ცეკა და მელოდოსი.
შენი გვარი არ წელი აქ ახალი ხარ, ხო? რადგან საბა ხო მითხარ? კალანდაძე. კაი მეორე რა? კალანდაძე. სხვათა შორის ჩვენ ბიძაშვილს ასწავლით სკოლაში. ხო. სხვათა შორის სხვათა შორის კი მე ვასწავლით, რა შეიძლება სხვათა შორის? ძალიან ბევრ რაღაცებს მიყვებოდა თქვენზე. თითქმის ყველაფერი ვიცი კი. ცუც კარგს რა ვიცი. აი მე. ალექი შენ დაჯექი. მომიშვენთ ხა. ყურადღებით. ეს კალანდაძე. ზიგი დღეს დავხატავთ მიქელანჯელოს დავითის ყურს ცხვირს და ტუჩს. ბატონო დავით, აი მე რომ თქვენი ტუჩები დავხატო შეიძლება? ანუ თქვენც რომ დავითი ხართ? მაგე. შევ. არა. არ შეიძლება რაც გითხარით ის დახატეთ. შემი Максимус ракево гзаже სტაჟაძე. Максимус მოაბრუნე ნახატი მანახევა. რა არის ეს? ყური ხა ეს ა? მე რა? სხვირია ბატონო დავით. ო, სხვირი ყოფილი. კარგი სხვირი. ბატონ დავით. რა გინდა? ვან გოგზე რას გვეტყვით? ვან გოგის ხსენება არ იყოს ჩემ აუდიტორიაში მე მეუბნებით მეთქე. ნუ იცი კადეკაკა. ნერები ნამშალეთ. დამთავრებულია გაკვეთილი დადეთ მათ თქვენი ნახატები და თავისუფლები ხართ. და დროს. ნახვამდის. პატიცემულ დავით. ჯიბოს მოკითხვა. მამას მოგიწვა. მამას. ნახო კარგად. სანდებოდი. ნახვამდის. ბატონო დავით. რაღაც ძალიან ცუდად გამომევიდა, ხო? და რა დავრჩე კლასში და დამატებითი გაკვეთილები რო ჩამიტაროთ, ხო შეიძლება? დადი. ნახვამდის. ამან. მოდი ვახო. მოდი. ახლა იცი რა ვქნათ ვახო? აბა. ახლა შევუაროთ ირაკლის და დათოს. და შევაწუხოთ ქალაქი. კიდევ ერთხელ შევაწუხოთ ქალაქი და ვახო. შევაწუხოთ. შევაწუხოთ. ოღონდ თამარი არ შევაწუხოთ რა. კარგი რა ვახო რა. მე მიკეთებ ამას, ა? შენ გიკეთებ ლაშა. დათო. ზუსტად შენ გიკეთებ. ხო გინდა რომ ჩვენ შევაწუხოთ ქალაქი და არა გაღვიძებულმა თამარმა. ხო და ზოდა ჩუმად რა. კარგი. ის რა გაიხასიათზე ვარ ხა? აх, დათოს ნომერი ხო მეწერა კაცო, ა? კარგ ხასიათზე ხარ ვახო? ძალიან. ხო ხარ კარგ ხასიათზე. ვახო კარგ ხასიათზე. მაგარზე. 40 ტონა კარტოფილი რო გაგასასაღები ვახო. აი შენახე ხვალ იმისთანაც უფრას გავშლი, იმისთანაც რომ კარტოფილი არ მოაკლდება. აი ეგრე.
არა და მეწერა ეს დათოს ნომერი, კარტოფილი. ვაღო. რა ვიფიქრე იცი ვაღო? აი ბავშვებს ხო ეუბნებიან ხოლმე რომ კომპოსტოში გიპოვეთო. კომპოსტოში გიპოვეთო. ჩვენ პატარას ვეთქვით რომ კარტოფილში გიპოვეთო. და იმდენი გვა კარტოფილი მართლა რომ მოუზემნოთ შეიძლება მართლა ვიპოვოთ. კაცო დათოს ნომერი მეწერა აქ და არ ვიცი რა, არ ვიცი. მაგარი კაცი ხარ შენ. მაგარი ხარ რა, მაგარი ხარ. მაგარი ვარ. ხო ეხა 3 ცოლი. 2 შვილი. მოკლედ ორმაგ დუბლზე მიდიხარ. აი კალბურჩი რო არის 10 ტყორცნა, 10 ქულა. სხვათა შორის ჩემო ვახო, მე ვიცნობ ერთ ადამიანს. ვინც შეიძლება დამეწიოს 2 ცოლით და 1 შვილით. 1 შვილით. ვინა? ვინა და შენა. ვაი. და. ეგერა. მაგო დათოს დათო ხო ალექსიძეა. რა ვიცი ხა, ალექსიძე. ვიჯ, აბა დზე რატო ვეზებდი, ა? შეც მაგარი. ჩუმათი ხართ ბავშვი დავაძინე. რა ხდება აქ რა? რატო არ იცინეთ? ქედევა. შენ აქა ხარ? ჰა? აქა ვარ, აბა სად უნდა ვიყო? ქედევა, ეს რა მუცელია? ჰა? ვაი მელაშაგ, რა იყო? ფეხმძიმედ ვარ, რა მოგივიდა? ფეხმძიმედ ხარ? ხო, რა იყო? და ბავშვი? ძინავს ლაშა ბავშვს. ჩუბათი ხავით გეხვეწები, ძლივ ჩაიძინა რა. მოიცადე ბავშვს ძინავს და შე. ვაი მე კიდე ფეხმძიმედ ხარ ქედევა. ლაშა? შეჩევდას გაფიცე. შეყოფილ ხარ კაცი ძმაო. რადალი. კეთევან. ბატონო. შენ ხარ ქალი. ვარ. დიდი ქალი ხარ, ქართველი. ვარ, შენ რაღა მოგივიდა შენ. შენგენაც. აი მე მეცყვიდი უკვე ბავშვს ძინავს ჩუმათი ყავით, გეხოთ რა დალიეთ, რა მოგივიდა. შენ რა შემართლა შენ რა მოვიდა? რა გუნა მოვიდა? კაცი გახდა მეორედ ბიძა და არ დაელია. ბიძა შენ ვარ. ვაი მე მოდი მოგილოცო. ვაი მე ვინ არის როდის ვინ როდის? ხო. გეხვეწები რა. რას ვეხვეწები? წამონ პატარა მანახი გავაგდე. გაჩერდი რა გეხვეწები. გეხვეწები. გირს დავაძინე. ლაშა ჩემო სიცოცხლე. ქედევა, იცი რა ვიფიქრე? რა იფიქრე ჩემო სიცოცხლე? მოდი დავარქვათ ბავშვს მამა ჩემი სახელი მოვიდა. კარგი გეხვეწები. მურთა! გეხვეწები ბავშვი არ გამიღვიძე. გეხვეწები ბავშვი არ გამიღვიძე. ჩუმად. რა მურთაზი ლაშა რა არის რა კომანერვიული. ბავშვს ხო დავარქვით უკვე არაჩვეულებრივი სახელი მიშიკო. თან მამა ჩემი სახელია ხო იცი როგორ მიყვარს რა მურთაზი. ვაიმე ქედევა გეხვეწები ხო. შენ რაღაცებზე მიშიკოს ხო ქვია უკვე მიშიკო არა. აბა მურთაზის ვის არქმევ? ვის? მინდა მეორე პატარა. გაჩერდი ჯერ დაიბადოს და მერე დავარქვათ. ეს არ შეიძლება წინასწარ აი მე დედა ხო ვერ დავარქმევ. ხო დაიბადა უკვე. ვინ დაიბადა? რადალი ასეთი ადამიანო, გამაგებინე რადალი. ქედევა ნახე შენ მაბნე. რას გაბნე? მომისმინეთ მე და ვახო ვიყავით სამშობიაროში. ვაი. შენ რო წახდი. ხო და გვითხრეს რომ ხლონტი შევიდა ბლოკშიო უნდა იმშობიაროსო. ხო ვიცი უკვე უი მე. ვახო ესე არის ხო? ვახო! განები მაგას. ეგრე იყო. არისო ეგრე იყო ქეთევან. აი ეგრე იყო. თავიდან დავიწყეთ პატარებით. აჰა. მე გადავიდით კუთხე კუნჭულები. დაჯექი კუთხე კუნჭულები, დაჯექით. ვიცით ახლა. ვიცი უკვე მივხვდი რაშიც არის საქმე. მე ხო ვიყავი წასული კლინიკაში. ალბათ იქ მიბძანდით ხო ორივე. ხო და იქ დღეს ჩემთან ერთად იყო მეორე სხვა ღლონტი. ხო და იმას უნდა გაეჩინა ბავშვი და ეთყობა იქ ინფორმაცია გითხრეს იქ. მორჩა. აჰა, მივხვდი. მე მიკეთებ ამას. რას გიკეთებ? რა გაგიკეთე? რა არის? მოიცა ესე იგი
ზუტყია მამა იცგანაიერ მამა ეს ჯერ არ დაბადებულა არ დაბადებულა არაო ჯერ ადრიაო არა რა მაგარი კაცია რა მაგარი კაცია ჯერ არ დაბადებულა და უკვე გვაქეიფებს უკვე ნეტავის გასტოვისა მამას გასტოვ აბა ხეხა წავეც ბახო ქალაქი შევაწუხოთ აბა ეხლა ჩუმად იყავით მოდი აქ ან წადი დაიძინე ეხლა შენ ან წაბრძანდით და შეაწუხეთ ქალაქი მიდი წაბრძანდით შევაწუხოთ ქალაქი კარგით ეხლა არ წახფრიდეთ ჩემ ჯერ არ დაბადებულა გვაქეიფ მოდი რამაც ჩემთან გაფიცებ ადამიანო დაბრუნდი ბახო ვეთყვით ამას იცოდე მოდით ეხლა ეს თვალი კაცებინა თამრი მომიშალეს უკეთერები და მოდი თამრი საკითხა მაიკო აი ხა იქნება გადამწყვეტი სვლა უყურე აი ეს ვასასაცილო კარბუზღუ ეს გადამწყვეტი სვლა კი არა ეს არის ფუკა არ მინდა ეგ თამაში. არ მინდა, იმიტომ რომ არ ვართ ფუკებს. როგორ არ ვართ? წეღა შენ არ ამაცალა ეგრე ქვა. იმიტომ რომ აი შენ არ ცოდნია აი შაშის თამაში. ფუკა ხან არის ხან არ არის. აი ხო იყო მე რო გაცალე. ამის შემდეგ აღარ არის. აი ესე რო იცოდე ის. კარგი არ ვიცოდე აჰა. ეხლა თუ არ ცოტა არ მინდა მაშინ. არა იყოს. ნუ არ მინდა ეხლა ეგრე არის. იყოს. მადლობა. გავდე. არა, იცი რა, მე აი ესე დავშდები შობელს ველოდები, ჩემ ბავშვს შობელს ველოდები და ესე დავხდები სოლიდურია უფრო. კარგი. გამარჯობა. 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 ეს ბედნიერი იყო ჩემი ფეხი ამოჯახ? 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 საშინა. როგორ ხართ ბატონო ირაკლი? კარგად ვარ, მაგრამ რითი ვერ დაიმახსოვრა ამ გოგომ კაცო? დაიმახსოვრე რა, მაიკო, აღარ ვარ შენთვის ეს ბატონო ირაკლი, აღარ ვარ. მართალი ხარ, რა თქმა უნდა, აღარა, რაღაც უსამის ბატონო ირაკლობა, აი ეს არის ირუში. აი ეს. რა იყო რა სახე? ხო, რა ხშეს? პორტე იყო. დავიხალე. რა? იცი რატო დავიხალე? რა? იმიტომ რომ შეხარ მაიმუნი. რატო? მე რა შვეშია? შვეშ. არ წხვენია გასო, ჰა? რატო? არ წხვენია ორჯერ როგორ მომატყუე სხვა სადარბაზოში როგორ ამიყვანე, ჰა? ჰა? ამ ხელაკაცი აუბოღდი ძლივს ამოვედი აქ ასუნთქვი აბარ ვერ სუნთქა. ჰა? მე მოგატყუე ირაკლი? დედა? მე მოგატყუე, კარგი რა ირაკლი რა. მე დაგირეკე და შეალბათ იყავი რეგიონში გასული და ცუდად იჭერდა წვეტი და ვერ გაიგე. მიდი კაცო ერთი. უყურე შენ ამას. აი ჩემი ხა ეს რეგიონში იყავი, სოფელში იყავი. ახალი სამაიმუნო გაქვს, ხო? აბა. ხო, მართლა, მაიკო. კაცრავ. ეს ბევრი ჭარხალი და ბევრი კარტოფილი მოგიტანეთ. აი მე მადლობა ბატონო ირაკლი. მადლობა ბატონო ირუში. რატო შეწუხდეთ? ძალიან ბევრი კარტოფილი და ჭარხალი გვაქვს. რა? შენ არ მითხარი კაცო, შენ არ მითხარი ჭარხალი და კარტოფილი არა მაგ და წამომიღე, ბევრი წამომიღე, ირა, ბევრი წამომიღე, შენ არ იყავი კაცო, ჰა? არ შეგეცოდი ამ მე-16 სართულზე ლიფტი მაინც მუშაობდეს. აი ბატონო ირაკლი როგორ გვიჭირს ჩვენ უბრალო ხალხს რა იქნებ თქვენ სამსახურში დააყენოთ ეს საკითხი და ლიფტი ჩაგვირთონ თორე დავიყალეთ აი აღარ შეგვიძლია ლიფტის ჩართვა ჩემ კომპეტენციაში არ შედის მე ერთადერთი რაც შემიძლია გავაკეთო ბატონო დავით სადარბაზოსთან დაგითესავ ლობიოს ხო და ეს ლობიო რო გაიზრდება და ამოვა მე-16 სართულზე ასე ამოყევი ამობოღდი ხოლმე ხო ასე ამობოღდი ანკიდან მოვალ შენთან ხელოვნების ინსტიტუტში და აუდიტორიას მოგირწყავ ჩვენ ამ თემაზე მე მგონი ერთხელ ვისაუბრეთ უკვე ბატონო დავით და იცით რომ ეს ჩემს შესაძლებლობებში შედის დიახ ისე მომეწონა შვენიერი ბინა არაჩვეულებრივი 1-9 სართულით ქვემოთ არ იყო ასეთივე
მარტო გიყავს, რა? მაგარი ბინა. კიდე საძინებელისგან, ხო? დაგაცოლი. და მოდი. მაიკო საძინებელს ნახავთ რა. მოდი. ვა, რა მაგარია რა. რაიკო იდა გევას, ა? რაი? რა? დაგიდე კაც რა? საიდან გამოხვედი? საიდუმლო გასასვლელი, აძერე ხარ რა. მოდი. ჩვენთან ერთად ხომ არ ივახშმებთ ბატონო? აბა ეხლა წესი რა თქვი, ირუშ თქვი? ირუშ. წინადადებაში მითხარი. წინადადებაში მითხარი, ჩვენთან ერთად ხო არ ივახშმებთ ირუშ? ჩვენთან ერთად ხომ არ ივახშმებთ ირუშ? ეხლა ფთვი მოაშორე და ჩვენთან ერთად ხო არ ივახშმებ ირუშ? ჩვენთან ერთად ხო არ ივახშმებ ირუშ? ვიმახშმებ, აბა რას ვიზავ? აბა რას ვიზავ? თან ვიცი რომ შენ არაჩვეულებრივ საჭმელებს აკეთებ. მაიკო თან ფეხბურთი იწყება და უყურებთ ეხლა. უყურებთ, მე საძინებელში ჩავთარ ტელევიზორს და კალათბურთს უყურებ. რა? რა კალათბურთი? ახალი მინისტრის მოადგილეს კალათბურთი მოსწის. რა დღეში ჩააგდეს, ბავშვი? რა დღეში ჩააგდეს, ჯერ არ წავსულვარ რა. ირუშ. შენ კიდე უყურებ ფეხბურთს? აბა? არა ხა მე რას გიხსნით? შენ ხა რას უფრო აქცია ყურადღებას? კომბინაციას და ტაქტიკას თუ მინდორი საფარი რა პირობებში როგორ არის რა დღეშია, როდის არის მორწყული, როდის არ არის მორწყული, აკლია მორწყვა თუ რასა მასხარა იყავი და მასხარადვე დარჩი. ნუ მეჯღალები ერთი შელიჭირიმე რა. ლუდიგეს სიამოვნებად შენ და იროშას. ვა, აი, ოქროა. ოქრო გოგოა, ჩემი მაიკ ოქრო, რა კარგი იყო ერთად რომ მუშაობდი, მაშინ რა ქვია, სამუშაობდი კაცო. ჯანდაცვის და კიდე მორი რაღაცას. სამინისტროში რომ მუშაობდით ერთად რა კარგი იყო. აბა ახლა მდივანი მყავს მე. ეხლა მე მდივანი მყავს, აი, გაგიჟდები უხასიათო. ნუ არ ვიცი მე, არ იღიმება. კაცო, რაღაცას ვეუბნები? ტელეფონზე ვლაპარაკობ? ანეკდოტს უყვები? ხელს ვაწერ? დავალებას ვაძლევ? სტუმარი მოდის? მიდის? აღარ შემიძლია. ახლა, ხო არ მე თქვენთან. რო გაიგოს რომ არა ვარ სამსახურში. იქ უცებ რო მოგეგებს, მოდგეს, გაიგოს არა ვარ სამსახურში, აი მე ვერ გადაურჩები, ჩამომახჭობ იქვე კაბინეტთან. აი მე რა დღეში ყოფილხართ ირუში. არ ვიცი რა. უკაცრავად. ბატონი დავით ალექსიძე აქ ცხოვრობს. დიახ, მობძანდი. ვინ შევიდა იქ? სად? უკაცრავად. ვინ? სად არის? ნახე, რო დაჭიდა როგორ უცბად ისწავლა, სად არის საიდუმლო გასასვლელი? მიდი კაცო ერთი. წავიდა? ვინ? იქ შემოვიდა. წავით. უკაცრავად. ბატონო ირაკლი. აქ რას აკეთებთ? ქალბატონო მერიკო. რას ვაკეთებ კაცო და ხელი ხომ მომაწერინა იმ დღეს საბუძზე ახალი სარწყავი გაღავთ. არხი. ხო და ეს მე-16 სართულია მაღალია, აქედან კაი ხედია. კარგად ჩანს და ვაკვირდები რამე არ დაიკარგოს, რამე არ მოიპარონ. რა ვიცი კაცო, შენ რას აკეთებ აქ? ბატონი დავითი ჩემი შვილის ლექტორია. გამარჯობა. ნაი. დამილახეთ ხო ეხა, ხო? კი, გაგრძელეთ. მე რაღაც პრობლემები აქვს გაცდენებზე და მოვედი რომ დაველაპარაკო.
ესე იგი თქვენ ახართ ქორიძის მშობელი. დიახ. ქალბატონი მერი დიახ ქორიძის მშობლობის გარდა არის ჩემი თანაშემწე სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობაში დიახ ქალბატონი მაია ჩემი ყოფილი თანაშემწე ჯანმრთელობის დაცვის და კიდე ორი რაღაცის სამინისტროში ბატონ დავითს უკვე იცნობთ დიახ ბატონო დავით თუ შეიძლება თქვენთან პატარა საქმე მაქვს თქვენ ისაუბრეთ ბევრი საერთო გაქვთ წუთი ბატონო დავით ერთი წუთი დაბძანდით მალე მოვალთო ერთი წუთითო სოფლის მეურნეობის სამინისტრო დიახ ჯანდაცვა დიახ და როგორია მოსავალი წელს არაუშავს ხო რაიმე ეპიდემია ხომ არ გვემუქრება წელს არა წელს არა ეხლა აი მოვიდნენ რომ არა შენ და მე ეხლა ესეთი მე მეცი პატივი მე ნუ გადამახტები ბატონო დავით მე მეცი პატივი და იქნებ როგორმე დავეხმაროთ ქალბატონ მერიკოს ნუ ეხლა სხვა გზა არა მაქვს ირაკლი შენი ასე პატივისცემა რომ აქვს ურთიერთობა სხვა რა გზა მაქვს მე დიახტები ყველანაირად არა დავწერთ მე მესმის ბატონო დავით რომ თქვენთვის თავარია დისციპლინა არის თავარი ყველგან ალბათ ქალბატონი მერის დამეთანხმება დისციპლინა არის თავარი ყველგან სასწავლო დაწესებულებაში ინსტიტუტში სამინისტროში ყველგან მეთანხმებით ალბათ და მაგრამ ბატონო დავით მოდი კიდევ ერთი შანსი მივცეთ ბავშვს ხა რა გაიწყობა ქალბატონო მერი დიახ დაბძანდით მე საერთოდ კაცრი ვარ უმკაცრეს მაგრამ ირაკლის ხატრით მე თანახმაურ დაუშვა თქვენი შვილი ჩემს ლექციებს დიდი მადლობა არაფერს დაბძანდით თუ შეიძლება მეცაც გეტყვით მოგეხსენებათ მე და ბატონი დავითი გასულები ვიყავით ახლა გასული გახდით დიახ იქ ვისაუბრეთ ბატონი დავითი თანახმაა რომ თქვენმა შვილმა იაროს აქ მასთან სახლში დიახ და ბატონი დავითი მას მოამზადებს რათა ბავშვი ასე ვთქვათ არ ჩამორჩეს და მეტიც დაეწიოს განვლილ მასალას მართლა დაბძანდით და საერთოდ რო ბძანდებით დაბძანდით ხოლმე ვიტყვი და კიდევ ქალბატონო მერი მე გირჩევთ რომ თქვენი შვილი როდესაც მოვა ბატონ დავითთან თქვენც მოყვეთ ხოლმე სანამ ბატონი დავითი თქვენ შვილს მოამზადებს გარკვეულ ასე ვთქვათ დისციპლინაში დიახ ამ დროს თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ ქალბატონ მაიას განამდელი საერთოდ ხო და მაიასთან ხშირი საუბრის შემდეგ იქნებ თქვენც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო დავით ხელს აღარ შეგიშლით ნახვამდის მიდი ხარ ნახვამდის თქვენც დიდი მადლობა ბატონო ირაკლი ის ანეკდოტი სასაცილო იყო ატალა ხდებაო რას ლაპარაკობ
მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ დაუდექით გვერდში მერიკო. რას ლაპარაკობ, აბადო. ხვალ დილით რომ მოგბრძანდებით, ყავას დაგახვედრებთ. ოღონდ მხოლოდ ხვალ. რა თქმა უნდა. ნახვამდის. დათო. რაღაც უნდა გთხოვ ახლა და ნერვები არ მომიშალო რა. რა? ძალიან გთხოვ, ხვალაც დაიბარე მერი რა. რედ. ზეგაც. ვერახა ჩეკარგათ რა. მაზეგაც. რა სატყდი ეს ბავშვი მომზადა და თვითონ მუდაზ თედი რა. მაზეგის ზე. აი რამდენი დავლეთ კაცო გუშინ რა რამდენი დავლეთ გამისკდება და მისკდება თავი მე უკვე გამისკდა ვახო ახო ეხლა ერთი წვნიანი და 100 გრამი გამოგვაცოცხლებს რა 100? ნუ ჯერ 100 და მერე ხო ახო ფული არა გაქვს არა რაც ხონდა გუშინ დავხარჯე ბავშვი რო შეგეზინა აღარ გახსოვს მახსოვს ვახო ვემედეთ რა ვქნათ ეხა ხა 50 ლარი გვინდა და გადავრჩებით ლაშა აბა სადუშოთ ჰა რა ვიცი კი არა ვიცი კარტოფილი ვახო რა კარტოფილი ხლა არ დაიწყო რა არა შენი 100 კილო კარტოფილი არის 50 ლარი მოიცა 200 კილო არის 100 ლარი კი 300 და გავედით ხო კაცი